მოდით გთავაზობთ არხ пробуждение ვიდეოს თემით არაწასული დრო ნაწილი პირველი. ეს ვიდეო ჩაწერილი იყო 2024 წლის 25 ივლისს. ეს არ არის ის გამოღვიძება, რომელსაც მე წერ ხოლმე თარგმნი. ეს არის რუსული არხის ვიდეო, რომელიც აგრეთვე რამდენიმე ნაწილებათა დაყოფილი და რომელშიც ყვებიან თუ როგორ დაინგრა საბჭოთა კავშირი, როგორ მოხდა პერესტროიკა. მე ფიქრობ, ძალიან საინტერესო თემა. არა, მე სხვა ნაწილების გადათარგმნას არ ვაპირებ. მე დამაინტერესა ამ პირველმა ნაწილმა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვინ იყო გორბაჩოვი და ვინ მოიყვანა გორბაჩოვი და რა შეცდომები დაუშვა გორბაჩოვმა. ხო, ეს არ არის, მე ეს ფონი იმიტომ დავდე, რომ უცებ არ დაკვირებულა, მე სხვა პრაბუდიტეს ვიდეოს გადათარგმნა მინდოდა, მაგრამ მე გადავწყვიტე ეს ვიდეო დამედო, ამეტვირთვა. მიხეილ გორბაჩოვი ცდილობს რეფორმაცია გაუკეთოს საბჭოთა კავშირს და უშვებს ჯაჭვურ რეაქციას და მალევე კარგავს კონტროლს. დემონსტრაციულ ოპოზიციას ხელმძღვანელობას ბორის ელცინი გორბაჩოვში, ხო, ამ ოპოზიციის ხელმძღვანელი იმ პერიოდში უკვე იყო ერთ-ერთი ოპოზიციის ხელმძღვანელი ბორის ელცინი. გორბაჩოვი ელცინში ხედავს საშიშროებას. ყველა ინტერვიუ ფილმებიც გადაღებულია 2012-დან 2024 წლის ჩათვლით. თანამდებობები, რომელიც აღნიშნულია იმ მომენტში, როდესაც პირებს ჩამოართვეს ინტერვიუ, იმ მომენტში, რომელ თანამდებობებზეც იყვნენ ეს ხალხი, ის თანამდებობებია აღნიშნული. მე რასაკვირველია, რომ შეითვალა თანამდებობა. მანამდე მანამდე გვანახებენ, ესე იგი, ფილმის, დოკუმენტური ფილმის დასაწყისში ამ პირველ ნაწილში გვანახებენ ბრეჟნევს, რომელიც ძლივს ლაპარაკობდა. შემდეგ ანდროპოვი გვანახეს, რომელიც მოხვდა მალევე. შემდეგ დააყენეს გორბაჩოვი. გორბაჩოვი კარგად გამოიყურება. ამ მომხდარ მოხუცებთან შედარებით კარგად გამოიყურება. მოგვიანებით პოლიტბიუროს ცენტრში, რომელშიც მიდიოდნენ ერთ მეორეს მიყოლებით, მოკლე ვადაში. ესე იგი, ყველა ვინც კი იყო პოლიტბიუროს ცენტრალურ კომიტეტში, ყველა ხდებოდა მოკლე ვადაში, რადგან დგებოდა მოხუცები, აყენებდნენ მოხუცებ ადამიანებს. გორბაჩოვი კი მათთან შედარებით კარგად გამოიყურებოდაო. ანდრეი გორბაჩოვი ЦК КПСС-ის
კონსულტანტის საგარეო საქმეების ალბათ როგორც პიროვნება ის იყო საინტერესო, რადგან ის იყო რაღაც ძვირფასი ქვის მაგვარი გლეხის ოჯახიდან, სტავროპოლის სოფლიდან, ნიჭიერი, უნარების მქონე, ენერგიული, სტავროპოლიდან მოსვლა, ემგელზით ჩაბარება იურიდიულ ფაკულტეტზე, ეს მინიმუმ უნდა ჰქონდეს, და თუ არა დიდი ხედვა მას ამბიციები, მონდომება, ანდრეი მაკარევი, მომღერალი რომ არის, ახლა ცოცხალია თუ არა, ის იძლევა ინტერვიუს, როკ ჯგუფის დროის მანქნის სოლისტი. გორბაჩოვი, რომელიც ლაპარაკობდა ქაღალდის გარეშე, გორბაჩოვმა გამოიწვია შოკი ხალხში. რადგან თავისუფლად საუბრობდა, თუნდაც შეიძლება ქაღალდის გარეშე ლაპარაკი, მერე დაიწყეს მოსმენა, რას ლაპარაკობდა. თვითონ ფაქტი ეგ როგორ გასაგებად ჩქარა იგორ იაკოვლენკო, მე-20 საუკუნის ჟურნალისტი. ამბობს, გორბაჩოვი იყო ისეთი მოლაპარაკე, ეს იყო საბჭოთა დისკუსი, მაგრამ ის იყო ცოცხალი და ის მუშაობდა ამ კონტრასტში. გრიგორი ივლინსკი, საბჭოთა კავშირის გოს კომიტეტის საბჭოს მმართველი, უფროსი 1984-დან 1989 წლის ჩათვლით. და ის ამბობს, მან უცებ მიიღო გადაწყვეტილება იმის საუბაზე, რომ ხალხს შეუძლია იმაზე ლაპარაკი, რაც უნდათ, და ამის გამო არ აპატიმრებენ, არ აჯენენ ციხეში. ის კი არა, სამუშაოდანაც კი არ აგდებენ. პერესტროიკა იყო დრო, როდესაც ამოსუთქვის საშუალება გეძლეოდა. აგანიოკი ყოველ ჯერზე ბეჭდავდა სკანდალურ მასალებს. ეს მასალები დაანგრევდა საბჭოთა მსოფლიო საბჭოთა მითოლოგიას. ეს იყო რაღაც ჭიშმარიტება საკონტრაქციო ბანაკებზე, სამამულო ომზე, რა თმები არ იყო. თითქოს წარსული თავიდან იღება, არ იყო აკრძალული თემები. ამ წოში მათ უნდათ სიმართლის ცოდნა, მკვეთრად აიწია ინტერესი პუბლიკაციების მიმართ გაზეთებში და ჟურნალებში. პრესის თავისუფლება გაჩნდა მაშინ, მიტინგების თავისუფლება გაჩნდა მაშინ. ეს თავისუფლება მასებს მისცა გორბაჩოვმა. თქვა, ტრავკინმა, და რომ აგვეღო პრესა, ეს ის თაფლობის თვე, თავისუფლების თაფლობის თვე იყო, გორბაჩოვის პერიოდი. უბრალოდ კი არ მოხსნეს ცენზურა, არამედ აგრძელებდნენ გოს ბიუჯეტზე ყოფნას. ანდრეი მაკარევიჩი ამბობს, ეს იყო ჩემთვის საუკეთესო დრო, რადგან მთელი ეს წვალება მუდმივი იდეოლოგიური კონტროლით რედაქტორებთან
საუბარი, სამხატვრო, საბჭოთი, ეს ყველაფერი მომბეზრდა და როდესაც ეს ყველაფერი დაინგრა და ყველა ეს ამხანაგები, რომლებიც ჩვენ არ გაგვიშვებდნენ და გვაკონტროლებდნენ, უცებ ამ ადამიანებმა გახიმება გააგრძელეს. ანდრეი ვადიმოვიჩი, ნახეთ რა კარგია. დრო შეიცვალა, ახლა კი სხვა საქმეა. რას საზიწყოები არიან, ღმერთო ჩემო, არც სინდისი აქვენ და არც ნამუსი. ოლეგი ლაბროდეევი, მთავარი რედაქციის თანამშრომელი 83-90-იან წლებში. ის იყო გოსტელერადიოს საბჭოთა კავშირის მთავარი რედაქტორი, მთავარი რედაქციის თანამშრომელი. ერთი მხრივ გორბაჩოვი იყო ღია, სხვა მხრივ მას უყვარდა მედია, სხვა მხრივ ადამიანები, ვინც მასთან ერთად მუშაობდა, იყვნენ ძალიან გრძნობიარე. ყველაფერს იმ მიმართ, რასაც ამბობდნენ და ლაპარაკობდნენ, ეს ტელევიზიებსაც კი ეხებოდა. სტანისლავ შუშკევიჩი, ბელორუსული სამთავრობო პროექტორი 1986-1990-იან წლებში ამბობს, მე გული ამიცრუდა გორბაჩოვის მიმართ 86 წლის მაისში, როდესაც მან აღწერა რა არის ჩერნობილი. როდესაც ის აღწერდა რა არის ჩერნობილი, გორბაჩოვის გამოსვლა, სერიოზულობა, გომარეობდა, ხო ახლა მე ვყვები გორბაჩოვის გამოსვლის ტექსტს, ვიტყობ უბრალოდ. სერიოზულობა, ხო და რასთან დაკავშირებით, როდესაც ავარია მოხდა ჩერნობილში, მან რა თქვა? სერიოზულობა მდებარეობს სერიოზულობა მდებარეობის იყო რეალური, საჭირო იყო სასწრაფოდ და კომპეტენტურად მისი შეფასება. დიმიტრი იაკუშკინი. ხო, ჩერნობილი იყო კატასტროფა, უნახავი მასშტაბისა. შეიძლება ყველაზე ტექნოლოგიური კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. საერთოდ და ადამიანებმა გაცნობიერეს, გაიგეს, შეიძლება გვიან, რომ შეიძლება უცებ, არა, მაგრამ გვიან, რომ იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად ჩქარა ვთქვათ იმაზე, თუ რა მოხდა, არა და რეალურად მოხდა და დაეწყოთ ხალხის ევაკუაცია ადგილებიდან, რომლებიც იყო რადიაციის დაწყებებული. ხელისუფლება მალავდა ინფორმაციას ამ კატასტროფაზე. ცნობილია სამწუხაროდ ფაქტი, რომ კიევში 1 მაისის დემონსტრაციაზე გამოიყვანეს ხალხი იმისთვის, რომ ენახათ არაფერი მოხდარა. თითქოს არაფერი მოხდარა და ხალხი დააწყდარეს. ხალხი დააყენეს საშიშროების წინაშე. ეს ყველაფერი არ შეიძლება არ დაეყენებინა ხელისუფლებას. ესე იგი, ეს არ შეიძლება ასეთი მოქმედებას დაეყენებინა ხელისუფლება ხელისუფლების მიმართ ნდობა ეჭვის ქვეშ. ჟირინოვსკი ვლადიმირი, მაშინ მას სხვა თანამდებობა ჰქონდა, ახლა ცოცხალი არა. პირველ ეტაპზე მოგწონდა გორბაჩოვის შემდეგ, ღელვა გამოიწვია, შემდეგ
ეჭვი გამოიწვია გორბაჩოვი რას აკეთებს? აი როგორ დაახასიათა გორბაჩოვი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა. იმ დროს ფრანსუა მიტერანი იყო იმ პერიოდში საფრანგეთის პრეზიდენტი. მან თქვა ფრანსუა მიტერანმა, გორბაჩოვი ეს არის ისეთი პიროვნება, რომელიც სახლში მოსვლის შემდეგ დაღლილმა გადაწყვიტა შეეხება კედლები. უნდოდა განახლება ფასადის და მისი იერის ჯერ ის უნდა გაიწმინდა და დაიწყო მათი წმენდა. აღმოჩნდა დათვლებული ისინი ეგრეთ ესე იგი ისინი უნდა შეეცვალათ შემდეგ კედლების შეხება დაიწყო, შემდეგ საქმე მივიდა სხვა რაღაცეებზე გადახურვამდე, როდესაც დასაქმნენ გადახურვით, მიხდნენ რომ ვერ გამოვა საქმე ფუნდამენტის გარეშე. ესე იგი ფუნდამენტი იყო გამოსაცვლელი. ესე იგი გორბაჩოვმაო დაიწყო რემონტი ძველი დასანგრების სახლისო. მე ერთხელ შეხვედრაზე მას ვეუბნები მითხარი, მიხეილ სერგეევიჩ, მე როგორ ვიცხოვრო ბინაში, თუ რემონტი დაიწყეს ყველა ოთახში. ერთდროულად. გემი ხომ სამთავრობოა, არ შეიძლება შერეკო დოქში ის ყოველდღე უნდა ატარებდეს, იცავდეს, ათბობდეს, კურნავდეს. თქვენ ვერ გაართვეთ, ვერ გააჩერებთ მას ერთი წამითაც. თქვენ კი ამტრევთ სამართალ საჭეს კომუნისტური საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისა. ეს პარტია არამედ არის სისტემა სამთავრობო მართლობის. გენადი ბურბულისი ამბობს, წრფელი სურვილი გორბაჩოვის 85 წლის 86 წელს შემოთავაზოს თანდათანობითი გზა ვთქვათ სრული დამიწერია სრული თავის ფასეულობების ათვისების სიტყვის თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება, რესპუბლიკების უფლებების გაფართოება, რაღაც საკითხებში გორბაჩოვი სწორად მსჯელობდა, მაგრამ შემდეგ კოჭლობა დაიწყო. ესე იგი თავიდან კარგად მსჯელობდა, მაგრამ შემდეგ კოჭლობა დაიწყო. იგორ ბალაშენკო, საგარეო გაყოფილების ცენტრალური კომიტეტის რეფერენტი რამიწერია მე თუ არ ვიცი ახლა. მე როდესაც მოხდი ცენტრალურ კომიტეტში, ვერ მიხვდი რაში შედგებოდა ეს თამაში. იყო გასაგები, რომ მიდიოდა სისტემის დემონტაჟი. მე არ მესმოდა ამას რა მოყვებოდა. მე ვფიქრობდი მართლობას ჰქონდა გეგმა, მაგრამ რამდენიმე თვეში მე შოკირებული ვიყავი და დავწუნდი, რომ მათ არანაირი გეგმა არ აქვს. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია დრამატული, დეფორმაცია ეკონომიკაში, აწვება დეფიციტი, ბაზრის ბალანსის დარღვევა, მთავრობას არ ქონია სტაბილური ეკონომიკური ბაზა, რომ შეიძლებოდა ნორმალური პირობების შექმნა ადამიანის ცხოვრების. ვიაჩესლავ ვედოშინი, დოცენტი, ამბობს, ის დრო იყო შოკური. მე მახსოვს მეუღლესთან ერთად
მივდიოდით მაღაზიაში და მკითხაოდით, მოგცემდნენ ნებას თუ არა, ავიღოთ 3 ცალი პური, რადგან ერთ ადამიანზე იძლეოდნენ ერთ ბატონს. ბორის ნემცოვი ამბობს, დრო იყო რთული, იყო ბორის ნემცოვი მგონი ქტარია, იყო ტალონური სისტემა, არ იყო არც ძროხა, არც ძეხვი, არ იყო საბავშვო საქონელი, მეუღლე პროდუქტების რიგში დგებოდა დილის 4 საათზე. ლუკაშენკო ბორისი, ის ახლა პრეზიდენტია ბელარუსის. ხალხი ბრაზობდა საპონი და სარეცხებ ხნილი, რატომ უნდა ყოფილიყო ტალონებით. მოსკოვში იყო რთული მდგომარეობა, საკვები არ ყოფნიდა. იური ლუშკოვი. თუთუნი გაქრა, ალკოგოლი გაქრა, პური რჩებოდა რამდენიმე დღის მარაგი. კონსტანტინე ტრუენცევი. ესე იგი, რაღაც მეცნიერებასთან დაკავშირებული რაღაც ინსტიტუტის მეცნიერი იყო. ხო, აფრიკის და არაბული ქვეყნების სექტორის ხელმძღვანელი. იყო, ამბობს, იყო ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა, რადგან როდესაც ლოზუნგი წამოწიეს პერესტროიკა და სიჩქარე, ამან გამოიწვია შეგრძნება შიზოფრენიის. არ შეიძლება მანქნის გარემონტება სვლის დროს. დიმიტრი იაკუშინი ამბობს, რასაკვირველია, ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნის კი არ უმჯობესდებოდა, არამედ ვარესდებოდა და ამის ფონზე გორბაჩოვს ჰქონდა ყავდა არც ისე ბევრი მომხრეები პოლიტიკურ სფეროში, ხელმძღვანელობაში. იქ იყო ხალხი, რომლებიც წარმოადგენდნენ ძველი ფორმაციის ხალხს. ისინი არ იყვნენ მზად არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად რამე შეეცვალათ. ამიტომ ისინი ბლოკავდნენ ცვლილებებს ყველა მეთოდებით. ამ მომენტში გორბაჩოვს უნდოდა ახალი ხალხი, რომლებიც მას და მის რეფორმებს ხარს დაუჭერდნენ და ისეთი ხალხი, რომლებზეც დაეყნობოდა იაროსლავ კუზმინი, ეკონომიკური ფაკულტეტის MGU-ს დოცენტი 1979-1989 წლებში. პრაქტიკულად ყველა მოსკოვის რაიონის ხელმძღვანელები შეიცვალა. დაიწყო მოძრაობა. ოლეგ მოროზოვი 33 რაიკომის დიმნებიდან მიაცილა 23. გააცილა 23. ალექსანდრე ლუკაშენკო. ის იყო რუსი კაცი. იმ დროს იყო მდივანი პარტკომის კომეურნეობის ლენინის სახელობის შკლოვის რაიონისა. საუბარი თამაში სპორტით ვარჯიში პირდაპირ თქვა იცოდა, კი. სექტემბერში 1987 წელს ბორისმა დაწერა წერილი გენერალ დივანთან, რომელიც იყო მივლინებაში, შესწივლა, რომ ხარდაჭერა არ აქვს სეკრეტარიატის მხრიდან, სეკრეტარიატის ხელმძღვანელობიდან. აქ ელცინზე ამგონი საუბარი, ხო, ბორის ელცინზე. როდესაც ელცინი მიმართავდა გორბაჩოვს და გააგზავნა წერილი ყირიმში,
მილენბაში იყო გორბაჩოვი იმ დროს ყრიმში. ალბათ თვლიდა იქ იქნებოდა საუბარი, დაიბარებდა და გადის ერთი კვირა. არ პატიშებს გორბაჩოვი ელცინს ყრიმში. გადის მეორე კვირა. არ პატიშებს გორბაჩოვი ელცინს ყრიმში. გორბაჩოვი ამბობს, როდესაც მე ვიმყოფებოდი მივიღე, ხო, როდესაც ვიმყოფებდიო ყრიმში, მივიღეო ელცინისგან წერილი. ამხანაგ ელცინისგან წერილი, რომელშიც მან დააყენა კითხვა მის განთავისუფლებაზე. პარტიის გორკომის დივნის თანამდებობიდან. მე ჩავთვალე, რომ არ ღირს სიჩქარე. ყურადღება გამერკვია, ყურადღებით უნდა გამერკვია ეს საქმე. არავისემ მეჩვენება ეს წერილი არავისემ მეჩვენებია ეს წერილი პოლიტბიურომაც არ იცოდა ამ წერილის არსებობაზე. აქ უნდა გასულიყო ოქტომბრის ცენტრალური კომიტეტის პლენუმი. მან პლენუმამდე არ მოისურვა მასთან ლაპარაკი. გორბაჩოვი თავს არ იდებს ელცინთან საუბარს. გორბაჩოვი ტოვებს ელცინს პირისპირ ამ გაუგებარ მდგომარეობასთან. ტატიანა იუმაშევა, ელცინის ქალიშვილი, ცენტრალური კომიტეტის პლენუმის დაწყების წინა მოლოდინში 97 წელს მამამ გვითხრა, რომ დაწერა წერილი გორბაჩოვის სახელზე, განთავისუფლებაზე, რომ ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება, რომ შეიძლება ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწიოს მოსკოვიდან გამგზავრება. პლენუმზე ლიგაჩოვმა იკითხა, ხომ არ უნდოდა ვინმეს გამოსვლა. ელცინმა აწია ხელი. მას რაღაცის გაკეთება უნდოდა, მაგრამ თავს ეუბნებოდა, რომ არ ღირდა. მაგრამ გორბაჩოვმა, რომელიც იყო აღელვებული, მოითხოვა ელცინზე სიტყვა მიეცა, როდესაც მან ხელი აწია. ელცინი გამოდის და იმიორებს იმ წერილის შინაარსს, რომელიც ყრიმში გორბაჩოვს გაუგზავნა. უკვე მეორე დღეს მოსკოვის და მთელი ქვეყანა ფიქრობდა სიტუაციაზე 1987 წელს 21 ოქტომბრის პლენუმზე. ლუდმილა იხვა ამბობს, პლენუმი იყო დახურული. ამ გამოსვლის თაობაზე არავინ იცოდა. გამოვიდა მრავალი ტექსტის პრაქტიკულად მთელი პრობლემატიკა, რომელიც ხალხს აღელვებდა, აღმოჩნდა ელცინის ყულაბაში. და ამაზე დავასრულებ. მე მგონი ათი საინტერესო, ათი დანარჩენი არც ისე საინტერესოა. მადლობ ყურადღებისთვის.